მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება გავთიშოთ talkback-ი. ამ შემთხვევაში მე მაქვს Samsung Galaxy მეგობრებო და თუ თქვენ არ გაქვთ Samsung-ი და ეს პრობლემა გაქვთ, მაგალითად თუ გაქვთ Redmi, Poco ან ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში საკმაოდ მარტივად ითიშება, უნდა დავაჭიროთ ხმის ამ წევს და დამ წევს ორივეს ერთად და გავთიშავთ მარტივად აი ამ ფუნქციას. მაგრამ Samsung-ის შემთხვევაში ესე არ ხდება მეგობრებო და ეხლა გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება გავთიშოთ ეს ფუნქცია. კარგი, ვაკეთებთ რას? უნდა შევიდეთ პირველ რიგში პარამეტრები, მაგრამ თუ პარამეტრების ხილაკი არ გვაქვს მთავარ ეკრანზე გამოტანილი და გვაქვს მენიუში, ორი თითის გამოყენებით, ნახეთ, ორი თითს ვეხებით და ესე გადავალთ მაგალითად მარჯვნივ, მარცხნივ, სადაც გვაქვს პარამეტრები, ვაჭერთ პარამეტრებზე ერთხელ და შემდეგ ორჯერ სწრაფად, ნახეთ, ერთხელ შევეხეთ და ორჯერ სწრაფად. აი ესე. შემდეგ ორი თითის გამოყენებით ისევ ჩამოვდივართ ქვემოთ და ვეძებთ წვდომას. აი აქ არის წვდომა. აქაც ანალოგიურად ხდება, ერთხელ შევეხებით წვდომის ხილაკს და ორჯერ სწრაფად ვაჭერთ. შემდეგ ვეძებთ talkbacks, აი აქ არის მესამე ფუნქცია talkback-ი. ვაჭერთ ერთხელ და ორჯერ სწრაფად. შემდეგ აქაც ანალოგიურად ზემოთ არის ჩართული, ნახეთ, როგორც ხედავთ, ჩართულია talkback-ი, ვაჭერთ ერთხელ და ორჯერ სწრაფად. შემდეგ გამოვიდეთ ესეთი მენიუს, გაუქმება და გამორთვა. აქაც გამორთვას ერთხელ დავაჭერთ და ორჯერ სწრაფად. всё, მორჩა, უკვე გაითიშა, შეგვიძლია უკვე გამოვიყენოთ სტანდარტულად და ნუ აღარ მოგვიშლის ეს talkback-ი nerves, ძალიან ბევრი კომენტარი ეწერა, ძალიან ბევრმა მთხოვა რომ ეს ვიდეო გადამეღო. ძალიან ბევრმა დამიკავშირდა ანალოგიური პრობლემით რომ ეს ჩამერთო და როგორ გავთიშო და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, თუ თქვენ გაქვთ Samsung-ი, Samsung-ის შემთხვევაში ესე ითიშება, ხოლო თუ გაქვთ Redmi, Poco ან ნებისმიერი Android-ის სხვა smartphone-ის Samsung-ის გარდა, ითიშება ხმის ამწების და დამწების ხილაკით, ანუ ორივეს დავაჭერთ და ანალოგიურად როგორც ახლა ჩვენ გავთიშეთ და შევედით ორი თითის გამოყენებით ფუნქციაში, ისე შესვლა აღარ გვიწევს და ჩვეულებრივად გაითიშება სხვა smartphone-ზე. Samsung-ის შემთხვევაში ესე ხდება. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის YouTube არხი, ასევე დააფოლოვეთ TikTok არხი, ჩვენ გვაქვს ასევე TikTok არხის მეგობრებო, შეგიძლიათ შეხვიდეთ TikTok-ზე და დააფოლოვოთ ეს არხი, ასევე გვაქვს YouTube არხიც. ისწავლემეტი, შეხვალთ და ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავთ აქ. აქ არის ტელეფონის ეკრანის გაზიარება, ასევე წაშლილი ფოტოს და ვიდეოს აღდგენა, ეკრანის TikTok-ის ასკროლვა ესე შეხების გარეშე, შეგვიძლია ტელეფონის სადმე დავდოთ და ესე შევლინა სკროლოთ და უამრავი ვიდეო შეხვდებათ აქ ისწავლემეტის YouTube არხზე. რაც შეეხება ჩემს ოფიციალურ Facebook-ის გვერდს, ეს არის ჩემი Facebook-ის გვერდი, შეგიძლიათ გადამოხვიდეთ და მომწეროთ თქვენი სასურველი კითხვა და შეძლებს დაგუბრალდეთ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ. სულ ეს იყო, ნახვამდის.